გევედრებით თქვით რომ კარგი მამაო ხართო. და რა იქნება რო თქვა? კარგი იქნება თუ ცუდი? და რას მოიტანს? არაფერს. დაბა კარგი რატო იქნება? ცუდი იქნება. მოდი მაშინ ესე განვიხილოთ. ადამიანმა რომ თქვას კარგი ვარო. ეგ რატო იქნება კარგი, ან რატო იქნება ცუდი? თუ ვიტყვით რომ კარგი იქნება, რატო იქნება კარგი? აბა შენ რას ფიქრობ? ან თუ ცუდი, რასაც ფიქრობ, ის გაგვიხსენ. ცუდი იმიტომ იქნება, რომ ამპარტავნობა გამოვა. ამპარტავნობა გამოვა. ეხლა თქვენ გინდათ რომ მე ისედაც ამპარტავნი, კიდევ უფრო ამპარტავნი ვიყო? აბა რატომ მევედრებით თქვით რომ კარგი ხარო? თუ ადამიანი კარგია, ისედაც ხვები იტყვიან რომ კარგია, ხო მართალია და თუ არ ვარგა, ბევრიც რომ იძახოს რომ კარგი ვარო, უფრო სირცხვილი არ იქნება? ამიტომ სირცხვილი რო არ ჭამო, მოდი არ ვიტყვი არაფერს, კარგით? მაგრამ რომ მევედრება? აი რომ ადამიანი რო გევედრებოდეს, რომ მოდი წამოდი და ვინმეს რამე მოვპაროთო. უნდა გაყვეთ? აბა რა უნდა გააკეთო? აი ძალიან რო გთხოვდეს? მაინც არ უნდა გაყვე. აი რომ დაგცინოდეს იმის გამო რომ ესე იგი შენ გეშინია რომ მოვიპაროთო, მაშინ რა უნდა გაკეთო? მაინც არ გავყვებოდი. დავუშვათ აი ხუთი ადამიანი დაგცინის შენ ერთს და გეუბნება რომ აი შენ ეტყობამ შიშა რა ხარ, იმიტომ ვერ მოდიხარ მოსაპარად. რას იზავდით? ლუკა, რას იზავდი? მამაო, მე მათ ვეტყოდი რომ ეს ცუდი საქმეა და ხო და მაგის თქმა დაიწყე თუ არა ძალიან დაგცინეს. მერე რას ეტყოდი? ძალიან რა არის? არა, ეს რეალურად პრობლემაა. პრობლემა რა მდგომარეობაში, იცი რომ შენ იქ უნდა სიმტკიცე გამოიჩინო და უნდა გაუძლო. თორე ყველა კი ვერ უძლებს, ბევრი ვერ უძლებს. და იტყვის რომ შინაგანად ეხლა ნახე ორ ჭოფობს, რა გავაკეთო? გავყვე, იცის რომ ეს ცუდი საქციელია. არ გავყვე, ნახე რა დღეში მაგდებენ. როგორ დამცინიან, მამცირებენ. მოდი იმისთვის რომ შეწყდეს ეს დაცინვა, ხო არ ჯობია რომ გავყვე. აი ესეთი აზრები მოგდის თავში, გესმის და იქ სიმტკიცეა საჭირო. მართა, შენ რას ამბობ? მე გულში ვილოცებდი უფალო მიახვიდე რომ ცუდად იქცევიან მე. გულში უნდა ილოცო, რომ ღმერთმა გონება გაუნათოს იმასთან. თან კიდე უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ჩვენ მოგვანიჭოს სიმტკიცე, რომ არ გავტყდეთ. ხო მართალია? იმიტომ რომ ეგრე ადვილი არ არის, სალაპარაკოდ ძალიან ადვილია, მაგრამ როდესაც დგები იმ არჩევანის წინაშე, მაშინ უკვე ცოტა რთულია რბილად რო ვთქვათ ეს. ეს მარტო მოპარვაზე კი არ არის. ვიღაც დასალევად, სალოთავად დაგპატიჟებს, ვიღაც კიდე რაღაც უბედურებისთვის. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი რაც ღვთის მცნებას არ შეესაბამება, რასაც ჩვენ ღმერთი არ გვეუბნება, რომ ეს არის კარგი და ესაკეთეთო, ჩვენ იმის იქით თუ რამეს ვაკეთებ, ის ჩვენ დაგვაზიანებს. ჯობია დაგცინოთ, ეს მოითმინო. სინამდვილეში დრო რომ გავა, ზუსტად ის ადამიანები დააფასებენ შენს ღირსებას, ვინც დაგცინო და მანამდე. იმიტომ რომ გავა დრო და იცი რას მიხვდებიან? მათ ამ ცოდვამ ბევრი უბედურება დამართა, ვინც შენ გეპატიჟებოდა ცოდვის ჩასადენად. და ხედავენ რომ შენ პირიქით კარგად ხარ. და მიხვდებიან რომ შენი არჩევანი ჯობდა. შეიძლება ერთმანეთში დაგცინიან, მაგრამ გულის სიღრმეში ყველა მიცის რომ შენ კარგად მოიქეცი. და შენ სიმტკიცეს დააფასებენ საბოლოო ჯამში. ამიტომ ცოტა უნდა მოითმინო იმ დროს, როდესაც შენს მიმართ ესეთი დამოკიდებულება აქვთ. არ უნდა გატყდე.
და ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, ხო არის ნათქვამი. და სახარება იცით როგორ ამბობს, რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს, ანუ ვინც ბოლომდე მოითმენს, ნახევრამდე კი არა, ვინც ბოლომდე მოითმენს. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მაგალითად აი წეღან ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ და მეკარეს რო ეთქვა რომ მე დავიღალე აღარ შემიძლია, აი ბოლო 2 წუთი დარჩა. მეკარეს რო ეთქვა დავიღალე აღარ შემიძლია და წასულიყო დამჯდარი. რა მოხდებოდა? ბოლომდე უნდა მოითმინა. რამდენჯერ ყოფილა რომ ბოლო წამებში გადაწყვეტილა ბედი. იმ მატჩისა თუ ჭიდაობა ყოფილა თუ კალათბურთი თუ რაც ყოფილა. ბოლო წამებში შეცვლილა ყველაფერი. ამიტომ ბოლომდე უნდა მოითმინო და გაუძლო. გოლს გაგიტანენ ერთს კი არა ბევრს. სოლომონ ბრძენი ამბობს რომ სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა. თუ შესაქმები ხარ ადამიანი, სხვა შეგაქებს და თუ არა ხარ შესაქმები, ბევრი ციტვი რა ესეთი კარგი ვარო, არაფერი არ გამა.